დღევანდელი ერთი წუთი მინდა დაუთმო ისეთ აქტუალურ პრობლემას დღევანდელ საქართველოში, როგორიც არის ფეხით მოსიარულეების უფლებების დარღვევა. ანუ ტრასებზე, სადაც დახაზული არის ზებრა, ანუ ფეხით მოსიარულთათვის გადასასვლელი ადგილი, არც ერთი მძღოლი არანაირ ყურადღებას ამას არ აქცევს და ხშირ შემთხვევაში ფეხით მოსიარულეები ვიჩაგრებით. ანუ საქართველოში ისეთი ლოგიკაა ჩამოყალიბებული, რომ ვინც ტრანსპორტით მოძრაობს, მათ ყველგან ეჩქარებათ, ხოლო ჩვენ ფეხით მოსიარულეებს არ გვეჩქარება და უნდა ველოდოთ თუ როდის გვისტუმრებენ ეს მძღოლები თავის საქმეს. მე ძალიან ბევრ ქვეყანაში მიწევს საზღვარგარეთ მოგზაურობა, ყველა მძღოლი იცავს ამ წესს და თუ ზებრას მიუახლოვდები, ნებისმიერი მძღოლი გააჩერებს მოძრაობას და გელოდება როდის გადახვალ შენ. რამდენიმე დღის წინ საზღვარგარეთიდან ჩამოსულები იყვნენ სტუმრები ჩვენთან, ისინი გაოცებულები დარჩნენ საქართველოში არსებული სიტუაციით, ტრასაზე გადასვლისას არც ერთ მძღოლს, არც ერთ შემთხვევაში არ დაუთმია მათთვის ადგილი და რამდენ გასაოცარი არ უნდა იყოს, ამას თვითონ აკეთებს პატრულის ეკიპაჟიც. სხვა მძღოლს რა უნდა უთხრათ, როცა თვითონ კანონის დამცველები არ ღვევენ ამ წესს. ძალიან მინდა რომ ეს პრობლემა გადაიჭრას და მომავალში ეს პრობლემის გადაჭრის გზები დასახოს სახელმწიფომ, რადგანაც ძალიან ბევრი შემთხვევები ხდება, ძალიან ბევრი ავარიები ხდება ამის გამო და უმრავლეს შემთხვევაში ფეხით მოსიარულეები იჩაგრებიან.